გამარჯობა. ჩამოვედით გორში. მივხვდით ალბათ რატომაც. კონფერენს ლიგაზე უნდა მოვიგოთ დღეს. ძალიან გვჭირდება ეს მოგება საქართველოს. ახლა რეიტინგში უსწრებთ მხოლოდ სან მარინოს, ჩრდილოეთ მაკედონიას და გიბრალტარს. სამს უსწრებთ. აქედან ერთი სახელმწიფოც არ არის. უბრალოდ ტერიტორია არის და ფეხბურთს ათამაშებენ. სახელმწიფოებიდან უსწრებთ მარტო ორს. აქედან სან მარინო არის გორის მეოთხედი ზომით. ხო და ეხლა გვჭირდება მოგებები, დღეს ერთდროულად თამაშობენ ტორპედო და დილა. რო ცოტა ავიწიოთ რეიტინგში და გადავრჩეთ ერთი გუნდის გამოკლებას და 4-ის მაგივრად 3-ით რო აღარ გავიდეთ ევროტურნირებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მოგება და ჩამოვედით მოსაგებად. მე სადაც ჩავდივარ, ყველგან მოსაგებად ჩავდივარ, იცის ყველამ, ვინც უჯარი მოდის გამომწერია. ამიტომ გამოიწერეთ, ვისაც არ გამოგიწერიათ, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოგებასთან ვართ კავშირში, შეამჩნევდით მაგას და არხი გამოიწერეთ და ყველაფერი იქნება ლამაზად და წელს აღარ დავკარგავთ გუნდს. წავედით ახლა შევიდეთ სტადიონში. Darki. Oile. ნახევარს დამატებულია 1 წუთი.
რიგში მადლობას გადაგიხდით დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოსწავლეებისთვის. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვენს კითხვებს უპასუხობს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაცილებით სერიოზული მეტოქე ყავს რიგის საფეხბურთო კლუბი რიგა. ვფიქრობ გაცილებით სერიოზული მეტოქეა. ამ გუნდზე ალბათ უფრო მეც მომავალში გაიგებთ, ეხლა ალბათ უფრო ლუქსემბურგ რასინგზე იყავით ორიენტირებული და მაინც ზოგადი წარმოდგენა რა არის ამ გუნდზე, შანსებს როგორ შეაფასებდით, რა სტილით თამაშობს? ჩვენ როგორ უნდა ვითამაშოთ, ფავორიტი ვინ არის ამ წუთში, ანუ ზოგადი შეფასება იქნებოდა საინტერესო რიგასთან დაპირისპირების. რიგა ის შეიძლება რიგას უკვე 3 დღისგან დავისვეთ, მინდა ჩემ ასისტენტებს ავაშთმეს მომზადება. უყურე მათ ბოლო ორ გამართულ შეხვედრას, ვთქვი რომ საკმაოდ ნორმალური დაბალანსებული გუნდია, რა თქმა უნდა, უკეთესია ვიდრე ჩვენი გეონდენი მეტოქე, მაგრამ მაინც შანსებს 50-50 შევაფასებთ, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ რომ ფავორიტის დასახელება ჩვენს წრეში ძალიან რთული იქნება და ველოდები ძალიან კარგ და ხარისხიან თამაშს შეგვიჭერს ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამბავში. წარმატება, მადლობა. Thank you very much. Good night. Bye guys. კარგად წარმატებები. გამარჯობა. გილოცავთ გამარჯვებას. მეორე ეტაპზეც წარმატებას გისურვებთ და რამე კარგი ამბავი ხო არ გაქვთ ჩვენთვის სათქმელი გაძლიერებაზე, ტრანსფერებზე, რაღაცებს გვირდებოდით მახსოვს. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ჩვენს კლუბს, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას წარმატება, რამე თუ ეს მარტო გორიზილას წარმატება არ არის და ეს მთლიანად საქართველოს საფეხბურთო სამყაროს წარმატებაა. ასევე მინდა მიულოცო ქუთაისის ტორპედოს შემდეგ ეტაპზე გასვლა. რაც შეეხება ტრანსფერებს და რაიმე სიახლეს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ ერთი თავდამსხმელის დამატებას და ნახოთ, აი თუ გამოგვივა და თუ მოვასწრებთ, აუცილებლად გავაკეთებთ. გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გასვლას, კიდევ მომელოცოს, უფრო შორს წასვლა. შენს თამაშზე კითხავ, ახალი მწვრთნელის პირობებში შეიძლება მეჩვენება არ ვიცი, მაგრამ უფრო დიდი თავისუფლება გაქვს შეტევაში და ბურთს უფრო ხშირად ეხები და თითქოს გამთამაშებელიც ხარ და 6 ნომერიც და ძალიან დიდი როლს ხედავ ბოლო პერიოდში ახალი მწვრთნელის პირობებში. შენ რას ფიქრობ? მეთანხმები, მე მეჩვენება ესე თუ? კი, გეთანხმები ამ მწვრთნელის ტაქტიკაში ვცდილობთ რომ უფრო მეტი ბურთით ვითამაშოთ. წინათ სხვანაირი ტაქტიკა ქონდა და რა ვცდილობთ რომ უფრო ეხლა ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, უფრო ბურთის ფლობაზე აქცენტი გაკეთებული. რიგაზე ხო არ მეტყვი რამეს, როგორ ფიქრობ, რა შანსები გვაქვს? კარგი გუნდია რიგა, მაგრამ ვეცდებით რომ გადავლახოთ რა. გორში ყველას უჭირს თამაში, ასე რომ ვეცდებით რომ იქიდან კარგი შედეგი წამოვიღოთ და გორში ვეცდებით გადავლახოთ ეს ეტაპი. წარმატებები. მადლობა. პირველ რიგში გილოცავ ირანიდან მშვიდობით დაბრუნებას. კი. ეგ მოსალოცი ამბავია ნამდვილად. მნიშვნელოვანია, გარი. და მითხარი სადამდე აპირებთ წასვლას? კარგი გუნდი ხართ და რიგაზე მითხარი და რას ფიქრობ, სადამდე შეგიძლიათ წასვლა? ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ, იმიტომ რომ ქალთა გუნდს შემატკივრას ჭირდება ეს, ქართულ ფეხბურთს ჭირდება, ვეცდებით ყველანაირად და იმის იმედიც გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტ ეტაპს გავივიდეთ. რაც შეიძლება ჩემ გუნდზე ბიჭების სასახელოდ ვიტყვი, რომ რაღაცა გვაკლია, მაგრამ მაგაზე ვმუშაობთ. ის მომენტები ქონდა და რაღაცეებში გოლი ვერ შევაგდეთ, მაგრამ ყველაფერი არის გამოსწორებადი და აუცილებლად რანგას გამოვასწორებთ. გორის დილას ძალიან დიდი ხანი ტიტული არ ქონდა მოგებული, დაბრუნდა, ჩაბრა და ეგრევე სუპერთასი მოიგეს. გილოცავ ამ პიროვნებით. გაიხარე, მადლობა. ფინალი არ მაქვს არც წაგებული, სადაც მითამაშია, ყველგან მოვიგე და ვეცდებით ახლა მაქსიმალურად გავიდეთ ამ ეტაპებს და კიდე მეორე ფრონტი გვაქვს საქართველოს ჩემპიონატი, მეორე ადგილზე ვართ. დიდი ქულებით არ გვასწრებს საბურთალო და ყოველ შემთხვევაში მაგ ჩემპიონატისთვისაც გავიწევთ, რომ თასი მოვიგოთ. აბა თქვენიცით. გაიხარეთ, მადლობა დიდი. გასრულდა ესე ამბავი, ორივე ქართული გუნდი შემდეგ ეტაპზეა, ვისურვებდი ორი მოგებით გავსულიყავით, ბოლო წამზე გაუშვა ტორპედო, მაგრამ მაინც კაი ამბავია, ერთი მოგება, ერთი ფრე რეიტინგი გავიუმჯობესეთ, UEFA-ს რეიტინგი, გაჩნდა შანსი, რომ აღარ დავკარგოთ ის მეოთხე გუნდი და კატასტროფა ავირიდოთ თავიდან. შემდეგ ეტაპზე შეიძლება ვეღარ ჩამოვიდეთ ჩვენი სპორტული კარიერა გვაქვს მისახედი და შეიძლება ვერ ჩამოუსროთ მესამე ეტაპის თამაშებს, მაგრამ ვეცდებით რომ ჩვენი ვლოგები გავაგრძელოთ
დიდხანს და გუნდებიც იმედია მოგცემენ ამის საშუალებას. ეხლა ჩამოვედით უფრო გადარბენაზე. შემდეგი ჩამოსვლა გვექნება უფრო ნაყოფიერი, უფრო მეც გადავიღებთ ქალაქს, ჭამას, ეხლა ვიყურეთ, წავედით. ესეთი ჩამოსვლა გვაქვს რა. შევხვდებით მეორე ეტაპზე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. კარგია რომ ევროტურნირები ჩვენთვის არ მთავრდება იანვარში და ვაგრძელებთ ასპარეზობას.